მათეს სახარების განმარტება, თავი 23. მაშინ ეტყოდა იესო ერთსა მას და მოწაფეთა თვისთა და რქვა, საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკვე რაოდენსა გეტყოდიან თქვენ დამარხვათ, დაიმარხეთ და ყავთ. ხოლო საქმეთა მათაებრ ნუ იქმთ, რამე თუ თქვიან და არა ყვიან. რამე თუ შეკრიან ტვირთი მძიმე და ძნიად სატვირთავი და დასდვიან მხართაზე და კაცთასა. ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებლ შეძვრად იგი. და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა. განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესვი სამოსელთა მათთანი. უყვარს ზემოჯდომაი სერსა ზედა და პირველ დაჯდომაი შესაკრებელსა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა და რაითა ხადოდიან კაცნი რაბი, რაბი. ხოლო თქვენ უიწოდებით რაბი, რამე თუ ერთი არს მოძღვარი თქვენი ქრისტე, ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვისხადით ქვეყანასა ზედა, რამე თუ ერთი არს მამაი თქვენი, რომელ არსცათა შინა. ნუცა გერქმი თქვენ წინამძღვარ, რამე თუ ერთი არს წინამძღვარი თქვენი ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენი იყავ თქვენ და მსახურ, ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავითვისი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავითვისი იგი ამაღლდეს. ამბობენ და არასრულებენ, ასე იწყებს უფალი ფარისეველთა მხილებას. ასევე ყოველი დამნაშავე ღირსია ბრალის დადებისა, მით უფრო ის, ვისაც აქვს უფლება სწავლებისა. ასეთი იმსახურებს ორჯერ და სამჯერ მეტ სასჯელს. პირველად იმიტომ, რომ არ ღვევს მცნებას. მეორედ ევალება რა სხვების გამოსწორება თავად კოჭლობს და თავს უმეტეს სასჯელში იგდებს. მესამედ კი იმიტომ, რომ იგი როგორც მასწავლებელი ძლიერ მიდრეკს სხვებს თავისი ცუდი მაგალითით, რადგან მძიმე ტვირთს კრავენ, ძნელად სატვირთველს და ხალხს მხრებზე ადებენ. თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად. მაცხოვარი კიდევ უფრო აძლიერებს მწიგნობრების დადანაშაულებას. მან ის კი არ თქვა არ შეუძლიათ, არამედ არასრულებენო. არ თქვა ეზიდებიან, არამედ თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად. ანუ არ უნდათ მასთან მიახლოება, შეხებაც კი. რისთვის ირჯებიან ისინი? საითკენ არის მიმართული მთელი მათი ძალისხმევა? იქითკენ, რაც რჯულით დაუშვებელია. თქვენ კი ნუიწოდებით ასე რაბი, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმე სამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავინ იწოდოს მამად, არამედ რათა იცოდნენ, ვის უწოდონ მამა. როგორც მოძღვარი არ არის მოძღვარი თავისთავად, ასევე მამაც. ერთი ღმერთია მიზეზი ყველა მოძღვრისა და მამისა. უფალი იესო ქრისტეს არ უთქვავს, მე წინამძღვარი ვარ. ამრიგად თვით გამოთქმაშიც ნაჩვენებია მაგალითი სიმდაბლისა. უფალი აძლევს პირდაპირ გაკვეთილს ამ უდიდესი სათნოებისა თავის მოწაფეებს. იძლევა საერთო მცნებას ყველა ქრისტიანი მოძღვრისა და წინამძღვრისთვის, ყველა მისი მიმდევარისთვის. ვინც დაიმდაბლებს თავის თავს ამაღლდება, არაფერი შეედრება სიმდაბლეს. ასე მიყავს უფალს მისი მსმენელი სიამაყის საპირისპირო საქმეებთან, რადგან არა მარტო გვიშლის პირველობის ძიებას,
არამედ გვირჩევს უკანასკნელი ადგილის არჩევას. განა ქრისტიანულ ეკლესიაში ზოგიერთი არ იწოდება მოძღვრად. პავლე მოციქულიც ხომ თავს წარმართთა მასწავლებელს უწოდებს. ამბობს კიდეც, რომ რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად. საღვთო მოციქული უდავოდ არ სცოდავს, როდესაც ამოწმებს, რომ ღმერთმა ეკლესიაში მოძღვრები დაადგინა. ამიტომაც არც ჩვენ ვცოდავთ, როდესაც ვაღიარებთ ეკლესიის მოძღვრებს. ჩვენი უფალი სამოძღვრო საქმეს კი არ უარყოფს, იმას კი არ ამბობს, რომ არ იყვნენ მოძღვრები. ეს შეუძლებელი იქნება, რადგან სანამ არსებობენ მოწაფეები და ყოველი ქრისტიანი მოწაფეა. ამიტომ აუცილებლობის გამო უნდა იყვნენ მასწავლებლებიც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყველას მოძღვარი ზეცაში ამაღლდა. უფალი ამით ჩვენს კაცობრულ ბრძნობას ამდაბლებს, თავის ამაღლებისგან გვიცავს, კადნიერებას ლაგამს დებს, თვითნებობას აღკვეთს, გვიკრძალავს თვითმარქვიობას მოძღვრობაში. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ დახშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა. თქვენ შეარახვალთ და შემავალთა უტევებთ არა შესვლად. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ შესჭამთ სახლებსა ქვრივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთვის მიიღოთ უმეტესი სასჯელი. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, რომლებმაც იციან ძველი აღთქმის კანონები და წინასწარმეტყველები, იციან, რომ ქრისტე ღვთის ძეა, მაგრამ არ იციან, რომ ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ქალწულმა შვა. მწიგნობრები და ფარისევლები მათი მორჩილი ხალხისგან მხოლოდ გამორჩენას ელიან. ისინი არც თვითონ შედიან სასუფეველში და ხალხსაც უხშობენ მის კარს. რით დაუხშვეს სასუფეველის კარი ფარისევლებმა ხალხს? თავიანთი ფარისევლობით და თვალთმაქცობით. რადგან ხალხს ასწავლიან თავიანთი ცხოვრების წესით თვალთმაქცობას და უხშობენ სასუფეველის კარს, სადაც ადამიანები შედიან მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის მოსაობით, ანუ რეალური ცხოვრებით ღვთით და ღმერთში. ადამიანი ცათა სასუფეველის ღირსი მაშინ ხდება, როდესაც ცხოვრობს ზეციური კანონებით, რომლებიც გამოგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ მიმოხვალთ ზღვასა ზედა და ხმელსა, რაითა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ და რაჟამს არნ ყვითიგი ნაშობ გეენიისა ორ წილ თქვენსა. უფალი ეუბნება მწიგნობრებსა და ფარისევლებს, თქვენ არა მარტო იუდეველებს ორყვნით, არამედ იმათაც, ვინც კერძსახურებიდან იუდაურ ღვთისმსახურებაზე მოიქცნენ და რომელთაც პროზელიტები ვუწოდეთ. ცდილობთ, რომ ვინმე იუდაური ცხოვრების წესზე მოაქციოთ და წინა დაცვითოთ, მაგრამ როგორც კი იგი იუდეველი ხდება, იღუპება თქვენი ბიწიერებისგან დასნებოვნებული. ვაი თქვენ და წინამძღვარნო ბრმანო, რომელთას თქვით ვითარმედ, რომელმა ფუცოს ტაძარს ამას არა რაიარს, ხოლო რომელმა ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა ჯერ არს. ცოფნო და ბრმანო, რომელი უფრო ისარს, ოქრო ანუ ტაძარი, რომელი განსწმեց ოქროსა მას. და სთქვათ, რომელმა ფუცოს საკურთხეველსა არა რაიარს, ხოლო რომელმა ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა ჯერ არს. ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს, შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმენს შესაწირავსა მას. რამე თუ რომელმა ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა.
და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკვიდრებულ არს მას შინა. და რომელმა ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა. იესო გმობს ადამიანური წესებისადმი პატივისცემას და წინასწარმეტყველთა ტრადიციის შელახვას. ამაში შლეგნი ეძებდნენ პატივისცემას, უარყოფდნენ იმას, რაც ჭეშმარიტად იმსახურებდა პატივისცემას. რადგან მან უფალმა თავად მისცა კანონი და კანონი არ შეიცავს სიმართლეს, მხოლოდ ამოწმებს მას. ტაძრისა და საკურთხევლის მორთულობა არ ყოფილა თავდაპირველი თაყვანისცემის ობიექტი. ისინი მხოლოდ მიუთითებდნენ მომავალი ჭეშმარიტი თაყვანისცემის ფორმაზე. ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, სპილენძი, მარგალიტი, ბროლი. ამ მასალებს თითოეულს აქვს თავისი მნიშვნელობა თავისი ბუნების შესაბამისად. იესო ფარისევლებსა და მწიგნობრებს საყვედურობს ტაძრის ოქროსა და საკურთხევლის შესაწირის თაყვანისცემის გამო. მაცხოვარი გაწმენს კანონს და დაადგამს მასზე თავის ტახტს. ის, ვინც ეძებს ჭეშმარიტ რწმენას, უნდა მიიღოს ის მისგან, ვინც ამ ტახტზე ზის. ამრიგად შლეგნი და ბრმანი პატივსცემენ იმას, რაც განწმენდილია და თვით უწმინდეს უგულებელყოფენ. ეს იმის მაგალითებია, თუ როგორ გააუკუღმართეს ფარისევლებმა ღვთისმცნებათა მნიშვნელობა, თუ რამდენად ბრმები და უგუნურები არიან ისინი. სწორედ ამიტომ მაცხოვარი მათ ცხადად უწოდებს ბრმა წინამძღვრებს, შლეგებს და ბრმებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოწყალე და სუგრძელი უფალი იესო ქრისტე ასე უწოდებს ფარისევლებს. ბრმა წინამძღვარნი ესენი არიან ფარისევლები და ფარისევლური სულის ადამიანებიც, რადგან ისინი ცხოვრობენ ამპარტავნებით და სიცრუით და სხვებსაც ამას ასწავლიან. საკუთარ თავზე შეყვარებული ხალხი სულიერად ბრმაა. ეს ეგოიზმი აიძულებდა მათ თავი გამოაცხადონ წინამძღოლებად და მართლაც ისინი ბრმა წინამძღოლები არიან. მხოლოდ ეს არა, ისინი შლეგებიც არიან. სიტყვებით ბრმა და შლეგი მაცხოვარი გადმოსცემს ფარისევლების სულიერ მდგომარეობას. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოისასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესის ჯულისაი, სამართალი და წყალობა და სარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი არა დატევებად. წინამძღვარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანთქავთ. უფალი კვლავ კიცხავს მათ იმის გამო, რომ ცნებათაგან, რაც მნიშვნელოვანია, იმას არაფრად აგდებდნენ, ხოლო უმნიშვნელოთა დაცვას კი ზუსტად ცდილობდნენ. მაგალითად, არ გამორჩებოდა შეწირვა ძირაკის მეათედისა. ხოლო თუ კი ვინმე ამგვარი დაწვრილმანებისთვის გაკიცხავდა, მყისვე უპასუხებდნენ, რომ ამას რჯული მოითხოვდა. უმჯობესი და ღვთისთვის უფრო სათნო კი ის იქნებოდა, რომ ხალხისგან სამართალი, წყალობა და სარწმუნოება მოეთხოვათ. და სამართალი რაღა არის? არა უსამართლობისა და უგუნურების ქმნა, არამედ ყოველივეს განსჯა გონივრულად. ამგვარ განსჯას მყისვე წყალობა მოსდევს, რადგან ვინც ყოველივეს სამართლიანად აკეთებს, მან ისიც იცის, ვინ უნდა შეიწყალოს. მოწყალებას კი რწმენა მოჰყვება. მოწყალე სრულიად დარწმუნებულია, რომ არაფერს კარგავს, არამედ ყოველივესთვის ჯილდოს მიიღებს. ვართ რა მოწყალენი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაც უნდა გქონდეს, რადგან მოწყალენი წარმართა შორისაც მრავლად იყვნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რწმენა, რომელიც წყალობას მოსდევს. ყოველ მოძღვარს მისი ხალხისგან ათეული, ანუ 10 გრძნობიდან 5 ხორციელისა
და 5 სულიერისაგან სამართალი წყალობა და რწმენა უნდა მოეთხოვა. ესე ჯერ იყო საქმეთ, ამბობს უფალი. არ უბრძანებია რა ამით მიცემა ბოსტნეულის მიათედისა, მაგრამ არც იმის საბაბს იძლევა, რომ ბრალი დასდონ მოსეს საწინააღმდეგო დასწავლისო. ბრმა წინამძღვრებს უწოდებს მათ იმის გამო, რომ თუმცა თავს განსწავლულობით იქებდნენ და ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ყველასთვის არა მხოლოდ უსარგებლონი იყვნენ, არამედ უბიძგებდნენ რა ურწმუნოების უსრულისკენ მრავალს ღუპავდნენ კიდეც. როგორც უფალი ამბობს, ისინი ბურნაკს, ანუ კოღოს წურავდნენ, ანუ უმცირესი ცოდვაც კი არ გამოეპარებოდათ, ხოლო აკლემს ნთქავდნენ, ანუ დიდ ცოდვებს ვერ ამჩნევდნენ და თვალს არიდებდნენ. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ განსწმეთ გარეშესა სასუმელისასა და პარუფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმინდებითა. ფარისეველო ბრმაო, განწმინდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისა და პარუფსიდისაი, რაითა იყოს გარეშეცა იგი მისი წმინდა. იცავდნენ რა უხუცესთა გადმოცემებს ფარისეველნი სასმისებსა და ჭურჭელს, ანუ თებშებს, რომლითაც საჭმელი მოჰქონდათ, რეცხავდნენ, მაგრამ ამავე დროს ღვინო და საჭმელი, რომელსაც სვამდნენ და ჭამდნენ, მიტაცებული ჰქონდათ, რაც მათ შინაგანად აუწმინდურებდა. ნუ შეიძენ ღვინოს, გვეუბნება მაცხოვარი უსამართლობით და მაშინ სასმისი შიგნითაც სუფთა იქნება. გადატანითი მნიშვნელობით იგი მართლაც სასმისებსა და თებშებზე კი არ საუბრობს, არამედ ხორციელ გარეგნულსა და შინაგან სულიერ მხარეებზე ადამიანისა. უფალი გვეუბნება, შენ ცდილობ გარეგნობა კეთილქმნული გქონდეს, მაშინ როცა შინაგანი რამდენადაც მტაცებლობ და შეურაცხყოფ, ბიწით გაგვსავსე. ჯერ შინაგანად, ანუ სულიერად უნდა განიბანო, რათა სული სიწმინდესთან ერთად გარეგნული მშვენიერებაც გაბრწყინდეს. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანეთ გარეშე შვენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიეთ ძვალებითა მკვდართაითა და ყოვლითა არაწმინდებითა. ეგრეცა თქვენ გარეშეს ჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა. რაც სასმისისა და ჯამის მხოლოდ გარეგანი სისუფთავით აჩვენა, იმავეს გვიჩვენებს მაცხოვარი გარედან შეფეთქილი საფლავებით. ისე როგორც გარეგნულად მორთული საფლავები შიგნიდან სავსეა მკვდრების ძვლებით, ცოდვილი მოძღვრებიც ქადაგებენ ერთს და აკეთებენ მეორეს, თავიანთ სიწმინდეს მხოლოდ სამოსსა და გარეგნულ საუბრებში ავლენენ, შინაგანად კი სავსე არიან ძალადობით და ცოდვისაკენ ლტოლვით. და ბოლოს მაცხოვარი ამას კიდევ უფრო ცხადად გამოხატავს სიტყვებით. გარეგნულად მართალნი გონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსე ხართ თვალთმაქცოვითა და ურჯულოებით. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ აშენებთ საფლავთა წინასწარმეტყველთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა და იტყვით, უკეთონცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩვენთასა, არამცა ვიყვენით მათთანა ზიარ სისხსა მას წინასწარმეტყველთასა. ვინაიცა ეწამებით თავთათვის და რამე თუ ნაშოვნი ხართ მკვლელთა წინასწარმეტყველთანი და აწ თქვენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქვენთაი. ფარისევლები, მწიგნობრები და თვალთმაქცები ანადგურებენ ყველაფერს, რაც მიდის ღმერთამდე და ყველაფერს, რაც წინასწარმეტყველებს ღმერთზე. ეს სულიერ და ცხოვრებისეულ ასპექტში.
ფარისევლები და მწიგნობრები კლავენ უფლის წინასწარმეტყველებს, მათთვის კი აგებენ სამარხებს და ამშვენებენ მართალთა ძეგლებს. აქ ისინი ფარისევლურად იქცევიან, რადგან ფარისევლობა მათი ცხოვრების წესია, რომლის გარეშეც ისინი ვერ შეძლებდნენ არსებობას. დიახ, ფარისევლობა იმით არის ფარისევლობა, რომ ის ფლობს ერთგვარ ღვთისმოსაობას, თუმცა მის ძალებს უარყოფს. ისინი მუდმივად უარყოფენ ყველას და ყველაფერს, რაც გვასწავლის ღმერთის შესახებ, რასაც მივყავართ ღმერთამდე, რაც ემსახურება ღმერთს. მხოლოდ დემონები მოქმედებენ მათ მსგავსად, მხოლოდ მათ აქვთ მსგავსი სურვილი, ჯიუტად არ სურთ უფალთან შეხვედრა. ღმერთამდე ვერ მისვლა ჯოჯოხეთი ადამიანური სულისთვის. ეს ჯოჯოხეთი იწყება ამ ქვეყნად და გრძელდება იმ ქვეყნად. ფარისევლები და მწიგნობრებიც ამგვარი ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულნი. ამიტომაც მაცხოვრის სიტყვებს ახლავს ერთგვარი მწუხარებაც მათ გამო ვაი თქვენდა. გველნო ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმე განერეთ სასჯელსა მას გეენიისასა. ამისთვის აჰა ეს რამე მომავლინე თქვენ და წინასწარმეტყველნი, ბრძენი და მწიგნობარნი და მათგანი მოსწყვიდნეთ და ჯვარსაცვით და მათგანის ტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქვენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად. უფალი ამხელს მათ სიცრუეს, როცა თქვენს, რომ ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, წინასწარმეტყველებს არ დავხოცავდითო. აჰა მოგივლენთ მე თქვენ წინასწარმეტყველებს, ბრძენთა და მწიგნობრებს, მაგრამ თქვენ მათაც დახოცავთო. ამას მოციქულებზე ამბობს. სულიწმიდამ შეამკო ისინი სწავლებებით, მწიგნობრებად ანუ ხალხის მასწავლებლებად შექმნა და ყოველი სიბრძნით აღავსო. რაითა მოიწიოს თქვენზე და ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქვეყანასა ზედა, სისხლიდან აბელ მართლისად, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიასა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამი გეტყვი თქვენ, რამე თუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. სასჯელი ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლისთვის, ამბობს უფალი, სწორედ იმდროინდელ ებრაელებზე მოაწევს. ისინი წინაპრებზე უფრო მძიმედ დაისჯებიან, რადგან გონს ამდენი მაგალითის შემდეგაც ვერ მოეგნენ. როგორც ლამექი, რომელსაც თუმცა ძმა არ მოუკლავს, მაგრამ კაენზე მეტად დაისაჯა, რადგან მისი მაგალითი ვერ გულისხმაყო. როგორც უფალი ამბობს, მოიწევა მათზე და მთელი სისხლი აბელიდან ზაქარიამდე. აბელი დროულადაა მოხსენიებული, იგი ისევე როგორც ქრისტე შურის გამო მოიკლა. მაგრამ აქ რომელი ზაქარია იხსენიება? ერთნი ამბობენ, რომ ეს ზაქარია 12 მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთია, ხოლო სხვათა აზრით იგი წინამორბედის მამა უნდა იყოს. ჩვენამდე მოღწეულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ტაძარში იყო ადგილი, სადაც ქალწულები დგებოდნენ. ზაქარიამ, რომელიც მღვდელმთავარი იყო, ღვთისმშობელი იქ სხვა ქალწულთა გვერდით მას შემდეგაც დააყენა, რაც მან ქრისტე შვა. განრისხებულმა იუდეველებმა იმის გამო, რომ ნამშობიარები ქალი ქალწულებთან დააყენა, ზაქარია მოკლეს. არც ისაა გასაკვირი, რომ წინამორბედის მამის, ზაქარიას მამასაც სახელად ბარუქი ერქვა, ისევე როგორც ის ზაქარია, რომელიც 12 წინასწარმეტყველთა რიცხვში შედიოდა, ბარუქის ძედ იწოდებოდა. შესაძლებელია, რომ როგორც თვითონ იყვნენ ერთი ტომიდან, ასევე მათ მამებსაც ერთი სახელი რქმეოდა. იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოსწყვიდან წინასწარმეტყველნი და ქვაი დაკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა. რაოდენ გზის ვინებე შეკრებայի შვილთა შენთაი, ვითარცა სახეთ შეიკრიბნის ფრინველმან
მართვენი თვისნი ქვეშეფრთეთა თვისდა და არინებეთ. ახა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად. რამე თუ გეტყვი თქვენ, არღარა მიხილოთ მე ამიერიდან, ვიდრე მდეს თქვათ, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. უფალი იერუსალიმის სახელს იმეორებს, წუხს მის გამო და თანაგრძნობით უხმობს. ემუქრება რა მომავალი სასჯელით უფალი თავს იმართლებს, როგორც საყვარელი ადამიანის წინაშე, რომელმაც მისი სიყვარული უარყო. ბრალს დებს მას მკვლელობაში და იმაშიც, რომ თუმცა მისი შეწყალება ბევრჯერ უნდოდა, მაგრამ თვითონვე არ მოისურვა. იერუსალიმმა ეშმაკს მოусმინა, ვინც მას განაბნევდა და ჭეშმარიტებას განაშორებდა და არ შეიწყნარა უფალი, რომელიც შეკრებდა, რადგან არაფერი ისე არ განგვაშორებს უფალს, როგორც ცოდვა, ისევე როგორც ღმერთთან კეთილ სინდის მივყავართ. თავის დიდ სიყვარულს უფალი ფრინველის მაგალითით წარმოაჩენს, მაგრამ ეუბნება იგი მათ, რადგან არ მოისურვეთ, ტაძარს ცარიელს დავტოვებ. აქედან გულისხმავყოფთ, რომ ღმერთი ტაძარში ჩვენს გამო მკვიდრობს, ხოლო თუ კი უიმედო ცოდვილებად ვიქეცით, ტაძარსაც ტოვებს. ამგვარად ამბობს უფალი, თქვენ ვერ მიხილავთ მე მეორედ მოსვლამდე. მაშინ იუდეველები მას უნებლიეთ სცემენ თაყვანს და იტყვიან, კურთხეულია მომავალი. როცა ამბობს ამიერიდანო, ჯვარცმის დღიდან უნდა იგულისხმო და არა იმ დროიდან, როცა ეს თქვა, რადგანაც იმის შემდეგ იუდეველებმა იგი კიდევ მრავალგზის იხილეს, მაგრამ არ უხილავთ შემდგომად ჯვარცმისა და ვერც იხილავენ, ვიდრემდე არ დადგება ჟამი მისი მეორედ მოსვლისა.